წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირ სიტყვიერების მარგალიტების ძიება, კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში, ოდაბადეშ კინოხონი, ყოველ ხუთშაბათს, 18 საათსა და 18 წუთზე, 10 ეთერში. გადაცემათა ციკლი ოდაბადეშ კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. სამშვიდობის ხუთშაბათია და ტრადიციულად ყოველ ხუთშაბათს გელოდებათ გადაცემა ოდაბადეშ კინოხონი. მათთვის ვინც პირველად გვისმენს, ან ეს არის შემოგვიერთდა, ეს არის გადაცემა ჩვენს წარსულზე, ისტორიაზე, ეთნოგრაფიაზე. მაქსიმალურად ვცდილობთ გამარტივებული ენით მოვიტანოთ თქვენამდე თან ორ ენაზე, მეგრულად და ქართულად. ვუძღვებით ორნი, მე სოფიო ხუციშვილი და ისტორიკოს-კვლევარი ბატონი ლაშა ჯიქია. ყოველ ხუთშაბათს შეგიძლიათ ლაივში მოისმინოთ FM-ზე 105 და 9, ასევე ინტერნეტით რადიო ათინათი წერტილი G და ასევე ყველა ჩვენი გადაცემის ჩანაწერი ნახეთ ამავე მისამართზე ვებზე, Facebook გვერდზე რადიო ათინათი და YouTube-ზე. რაც შეეხება დღევანდელ გადაცემას, როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესოა, თუმცა ამჯერად მეგრულად მოგესალმებით და შემდეგ ბატონი ლაშასკენ გადავინაცვლებ. კომორძგვა ონჯუა ჯგირობუა არძას. ბატონი ლაშა, მუჯო ონჯუა ჯგირობუა. ონჯუა ჯგირობუა თქვენი, ნოსურ ბატონ სოფიო, მა გვალე ჯგირობორე თქვა მუჯო ზოჯუნდ. ჯგირობორე ხმახოლო. დიდ მარტი. გვალე ჯგირთენა სახელი ამბერე, ხორონ ჯგიროდ და გორნუანი რიათაჩკე რადიო მარჩკილებ, თქვენ ონჯუა ჯგირობუაშ, გახარებედათ მიარაწანებს. ლოჩკი ამარ ვორეთ მოხაზირებული ახალ თემაში კიფჩიათ. ო, თემა ვარე გვალო ხიხა ამბედო ქექე თემა. ბურთუაშარეთ აქ საქმე. ბურთუაში ჩებუთენა ბაღანებს კას, ანუ მარდუ ბაღანებდო ეთიევკე მაბოშიებ მოძოკიებ თინებს კას. მუჭო მეურსენა ეტაპობრივად ბაღანების დუალა. დიახ, აქვე მოკლედ ვიტყვი. უკვე მესამე გადაცემაა, ვსაუბრობთ როგორ უნდა აღზარდოთ ბავშვები, როდიდან იწყება პირველივე დღიდან, დაბადების დღიდან და შემდეგ რა თამაშობებში უნდა იყვნენ ჩართულები, რა აქტივობებია მათი გონიებრივი და ასე ვთქვათ ინტელექტუალური და ზოგადად ფიზიკური განვითარებისთვის აუცილებელი და ერთ-ერთს მივადექით, ეხა ეს არის ბურთუა. ბატონი ლაშა ჯერ მეგრულად იტყვის ამ ყველაფერს და შემდეგ უკვე ქართულად, მაგრამ ვამწონებ კოჩი ბურთუა ვაუჩქუმფერ. ის შენ კუჩხის ვარაქი მიოგაც. ხო, მაგრამ შვანეროთენა ჯვეშო. ამაშია საქმე. ხვადო და თის კიფჩიე ბუჩკეთენა დინაფილე. სანარღეთ თე ვარიანტები ბურთუაშ, მაგრამ ჩქე ქანას კუგოშინან ჩქინ რადიო მარჩკილებს. თიშენ ვორეთ და. თიშენ ვორეთ და. ერთხილეთ. ქან ალობათ, კოპტკუანკმა, ამდღა ჩქინ თართემარე ბურთუა. მუჭოდ ბრელი ურცხოდო ჩქინ მენცარგინ მაჩამალები ჩიმნანთეშ პრაქტიკა ჯიროიზირეთინა ნამუდა სამარგალოს კაბეტიდო გიშაკერზაფის შამლობას ნორზებინა ბურთუას. ბურთუა ინწყვაფუთ არძო დიდ ღარხუებს. ნამოშონ თელწანას მიშ მოხაზირება. თენას თიშმა კაბეტა პატე გინოძე არქანჯელო ლამბერტი ფირქენ ნამუდა ბურთუადო ხანკიშა ჯაშკილდო კაპოლიში ოთამა სამარგალოს გინარჩკინა წკონდა მარგალო ლააფე ფრენია. ათესი ჩიებო. იშნერო ოპეთენა ტრადიციულო მეღებული. მუჭოთ არქანჯელო იჩიებუნ ბურთუა ჩოგანით ლააფენდეს დო ვემიოტენდეს ონჯუა აკოსერუაშა. ბურთის ორთუდეს ორინჯიშ ბოწოწიშე ზაგვარშე. მარა ლელო ბურთიშო ირნუანდეს ორინჯიშ ტყების ნამოსუდ ჭირო გახაზირენდეს ჯიმწყას კიგეტვანდე ჭეხანს დო მუჟამს ქემანგარებუდუნ თეშე გაშაჭანდეს ბურთის. ნამოსუდ დო კასუნდეთ ფუთქურით. მაიჩა უკუნიში 4-ნიჩიან წანეფიშ მახორუ ოფუტე ჩხორიას მახორუ და თათი ვლადიმერ იოსების ყუა ბერულა დო თეშ გინოჩამათ მუშო ფუტეს ჩვეშო ნოხორუ ერასტი თორდია. ნამურთ დ ჩეკმაშ მაჭალ. მარა მუშ ხელუაშ გეშა ხოლო ჭან ტყების ბურთებს. თეშნაჭა ბურთებ მანგარ პოპულარულ ოფე. ოინტერესერი ნამუდა სამარგალოს ბრელი აკან სპეციალურო მერჩქნილა ფუდე ზობურთეთ. თეკ ყვანაშ გედვალა ვარ და შხვა მუთუნიშ თასუა ვეშილებეთ. მუთუნს ვართოდეს თეკ. თენა უჭარ კალონირთ. მაგალთო წენწყარიშ მოლე ბოგაშიშ ტერიტორიას კაბეთ მინდორ გინოძვე. სოდეთ იშაყარუდეს ბურთიშ მალა აფე. და თაკ ტრადიციული ინწყუაფუთ ლააფე. ათე აკან ობუთერდ მერჩქინელ. ბაღანე ბურთიშ ლააფის იჭყანდეს სოდგარენ ამ შკვი წანაშე. დუჩე ლააფენდეს ხეთ ნამოსუ ჯოხოთ მოლაკვატაფა. თენა ხვადუდ ქექე ილეთების ტექნიკაშ გმორნაფათ. მარა მუჭოთ ბაღანებს ხაშა აზინუდეს თეშ ხვადუდ უმოსო ლააფეფიში თამაშას უზაღდეს ეს ხო იმაჟანერო შხოდოშხვა მონკა ვარიანტებით ლააფი და უმოს უკაბეტაშ ბურჯიშ გმორნაფა ხოლო ხვადუ. ბურთის ლააფენდეს ჩქიჩქუებ კუჩხით ხოლო. ათეშენ ხედო კუჩხი ართნერო აფუდეს ლააფეთ გავარდიშებულ. ლელო ბურთის უმოსო ლააფენდეს უკვე აი კოჩანაშა მიშულირ მაბოშიე. მარა თინებ გვალო ჭიჭანობაშე მერჩქანირდეს ბურთუას დო თეღანკი ჯგირორდეს წურილი გავარდიშებულ. ათეშენ უკულ კაბეტობას ვაუჭირდეს თელა აფებდო თენებში ბრეჯ ჯოხონა გოლაფირ მოლაფებს გიშეშ. ლელოშ ლაფი კომპლექსურ სპორტირდუდო მოლაფებს შეითხინთ მანგარ ფითორუას ღონეს გაღიერობას. გვალო ბრეშა მოლაფებ ირთუდეს მულგაინიშ მერჩქინი
ჩინაშ გეშა. მაგალითო ოსურამებ და უოსურებ. ვარდა სამოხიოშ, საოშოშ და ჯულიsh მეჯინად ხოლ ერთუდეს. ათაშ ნამუთ და ათე ჟირხოლო ბუნას მელემოლე ოკათუ. ქოთ მორდილებ და ქოთ მორჩი ხანიშ მაზოკია ბოშე. ჟირ ბუნად გორთი მაბურთეფიშ მაკათურებ თის ოცადუდეს ბურთ გენუღალდესკონ და ლელო ქიგუდვალდესკონ. მაროლაშნერო ბურთუა ინწყუაფუ დიდღარ ხუებს. უმოსო ნათანაფუს და ჭენიერობას. მაგალითო ოფუტე ბანზაშ თელ მახორუებში გიშულირ მოლე აფეებ გირთუდე ჟირ ბუნად. ართის მანჯღორო უნდ ფაღავარ ჯულიsh გოჩ. მაჟრას გაბუნიეფის ჯულიsh გოჩ. ჭითა მეშიშე გიშაჭერ ბურთის ეკლესიაშ ნათე შიგეიოთანდუ და ქდიჭყაფუდ ბურთუა. თიაკან იკოროცხუდ მოგებულო ნამუთ ლელოს ინიღანდუნ. ათე ბორჯის თქუანდეს ჭენიერობა ქია თესქეშენწიუა. მოგეფულებს გინაჩამუდ უგუთხუდ სირეფიშ ნაჭა ვარჩხილიsh ფარეფით გეჭელ ხანტურელ ბურთი. მუჭოთ იძირენ ჩვეშონო ჩვენა ჟირნერ ბურთუა. ართის ჯოხო ტანტრად სილიკი. სოდეთ ტანტრად თეჯდოძახინე ჩოგანით 4 მოლა აფეფიშ შკას ხვადუდ ბურთი ცილიკიშ მიკომარგება. თითო კაკალი ტკუბა ოცადუდ მუში აწმარენჯ ბურთიშიშ ჭოფუას და იჭყაფუ თეჯდოძახინელ სქვაფა გომორძგუაშ პროცესი რიტუალი. სოდეთ ბურთუა ინწყუაფუდ ხუჯის გიმარინელო. კერძოდ 4 კოშ თუდო ქართათი გედირთუდ და 4 კოშ ჩენეფიშ ხუჯის გიგმადირთუდ. ვარდუო ჟი გიმარელებშე ნამთინეს ბურთ გაწულუდუ და თიმწყუმა ჟირხოლო ხუჯიშ კათა ქოს ჟი გიმარნელო ქოთუდოიანე გაკარღვანდეს ათე ბუნას და მაჭოფალებ ქეკადვალუდეს ლელოშა მარულარ ბურთიშ მიკმადვალარებს ოჭოფალო. ვარდუო ჭოფუას ქეშილებუანდეს და უკულ გოთირანდეს სართულებს. ჟი გიმარდუნთინებს თუდო გიგიორნუანდეს და თუდოიანებს ჟი ეშელენდეს. ართიანს გოთირანდეს. მანგარო ინტერესეთა პეჭარი ლელო ბურთიშ ლაპ ჯიხაშკარულ ილია ეფრემისკუა შენგელიას. თიშ გინოჩამაც ზუგიდის მართა მესის ტრადიციულო ირწანას ინწყუაფუდ ლელო ბურთიშ ლაპ ბაჭარებდო ხეჭკადუეფიშკას. ხეჭკადირე მანჯღერო ნოვენა ბეკო ხანთარია. ბაჭარებ მუდგა ბრელ რდესონ იშენ უმოსო ხეჭკადუეფიგენდეს ლაპის მუშენ და თენებს მუნეფიშ ხანდაშ გეშა უმოსო აბდეს ხე გავარდიშებულ. ნამუთ აწოდურთუდეს ლაპის ხოლო. ხოლო ნოჩქენა არტ ბურთუა ლაპი ნამუსუ ჯოხოთ ჭარკენტი ჭარკინუა. თენა ოფე ამდღანერ ხოკეიჯგურა ლა თა ხოლო მოლაფეს მუჭორი ჟირბუნათ რდეს გორთილი. არძა მაკათურქი დეკინენ ბოლოს კაღუია ღუდუნ ფერკეტის ჩოგანს ნამუსუთ გიაშკვანდეს ჯაჟბურთის და ოცადუდეს თაშ ბურთ ლელოშა გენუღალდესკონ. მართალრე ენა ბურთუაშა ვემშურს მარა ხოლო ნოჩქენა ჭაკენიშლა ანუ თა მოშვანჯა ბურჯის დი ბურთუაშდოს სოდეთ დიხა ეშანთხორის ქუგოდვანდე ჭიჭეკედის და კაბეთკედით ქიგიაშკვანდეს. მიდგაშ კუნტა კეთ შორშა ხოლუდუნ თინა იკოროცხუდ მოგებულო. თენა მუდგარენით მოგენს გოლფიშ ლაფის ხოლო. ინტერესერე მანგარი ჯგველი აფებ ქორდუნ ვამჩქოთ სამარგალოს. ბრელ აფებ ხოლო ქოპტკუანჩკი მულიანი გინოჩამას ცხენ ბურთი ვარტო ცხენის ასე ხოლორე ცხენ ბურთი ასე ხოლორე და ზეაჩქინინ საცხენოსნო კლუბი რო არის ხარება. მან განაახლა ეს და ძალიან საინტერესოა და მისასალმებელი ეს ყველაფერი. მოკლედ აი ესეთი ამბები იყო. ბურთი მარტო გააგორე, გამოაგორე და მოიდაზე გაიქცა და გამოიქცა რამოდენიმე ადამიანი გარიყო. თავისი რიტუალები, სპეციფიკა, წესი, ჩვეულება და 1000 ამბავი ქონდა ამ ყველაფერს. ბურთს ყველა უნდა თამაშობდეს ხალი და კაცი მე მეკითხავ. აი რა მოხდება არავინ არის ის იმიტომ რომ ბრგვალი. ნუ მოკლედ ეს ტაქტიკა ქონდათ ჯერ პატარა 7-8 წლის ბავშვებს ასაკობრივად ჯერ ხელის ვარჯიშებს აკეთებინებდა და ანუ ის მოლაკვატაფა ხდებოდა, ანუ ვითარდებოდა ზედაკიდურები და მერე უკვე აი 10-11 წლიდან უკვე იწყებოდა ფეხით თამაში. ანუ ამასაც გარკვეულშობა ქონდა და იმდენად ის სინქრონულად ქონდათ ეს განვარჯიშებული რომ აბსოლუტურად არ უჭირდათ სასწაულია ეს სიმართლე გითხრათ. ეს თანამედროვე იმაში რომ დაინერგო ძალიან კარგი. გადასარევი. მეგრულ ძალიან საინტერესო იყო. არც ერთ სულად გასაგები, მაგრამ ჩვენი მსმენელები აი ელოდება ხოლმე ყოველ გადაცემას და ჩვენთან ერთად სწავლობს. ამიტომ თან ორ ენას გვაქვს გადაცემა და წესით ქართულადაც უნდა შემოგთავაზოთ. აბა როგორ ჟღერს ეს ყველაფერი ქართულად. მოკლედ ჩვენი გადაცემის თემა არის ბურთუა, ანუ ბურთაობა. როგორც ბევრი უცხოელი და ქართული მკვლევარი თუ მთხრობელი აღნიშნავს, სამეგრელოში დიდი პატივით სარგებლობდა ბურთი თამაშობანი, რომელსაც ერქვა ბურთუა. ბურთუა იმდენად პოპულარული ყოფილა მეგრელებში, რომ არქანჯელო ლამბერტის ეს საკუთრად მეგრულ თამაშებადაც კი მიუჩნევია და მშვილდისტრის მიზანში სვლასთან ერთად. როგორც ის აღნიშნავს, ბურთაობას ჩოგანი თამაშობდნენ საღამომდისო. ბურთს აკეთებდნენ საქონლის ბალნისაგან. ლელო ბურთისთვის კი საქონლის ტყავს დატანიდნენ ხოლმე ხავსი, რომელსაც თვითონ ტყავს დაამუშავებდნენ სპეციალურად მარილ წყალში და შემდგომ ხდებოდა მისი ბურთისთვის შესაკერად გამოყენება. სოფელ ჩხორის მკვიდრი ვლადიმერ იოსევიძე ბერულავას ცნობით, ვინმე ერასტი თორდია, რომელიც გახდათ ხელობით მეჩექმე, ძველ დროში აკეთებდა ტყავის ბურთებსაც, რომელიც თურმე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა. საინტერესო რომ ბევრგან არსებობდა სპეციალური საბურთაო ადგილებიც კი, მაგალითად ჭანისწყალ გამოღმა, ბოგაშის ტერიტორიის დიდი მინდორი საბურთაო ადგილად იყო მიჩნეული და იქ არ შეიძლებოდა რამე სხვა სამეურნეო საქმიანობა. ეს ერთგვარად საკრალური ადგილი იყო და შეკრების ადგილი საზოგადოების. როგორც წესი, ბავშვები ბურთის თამაშს იწყებდნენ დაახლოებით 6-7 წლიდან. თავდაპირველად
თამაშობდნენ მხოლოდ ხელით, რომელსაც ერქვა მოლაკვატაფა. ეს ხდებოდა მარტივი ლეთების შესრულებით. მერე და მერე წლოვანების მომატებასთან ერთად თამაშის სახეობა და ხანგრძლივობაც უფრო რთულდებოდა და თამაშობდნენ ფეხითაც. ლელო ბურთს უფრო დავაშკაცებულნი თამაშობდნენ, მაგრამ ვინაიდან ისინი ბავშვობიდანვე გადიოდნენ სათანადო წვნას, შემდეგში ძალიან ხშირად ბევრი ცნობილი მობურთალებად გვევლინებოდა ხოლმე. ლელოს თამაში მოთამაშესგან მოითხოვდა სისწრაფეს, ღონეს, მოსაზრებულობას. ძალიან ხშირად მოთამაშეები დაიყოფოდნენ რაიმე ნიშნის მიხედვით, მაგალითად, ცოლიანები და უცოლონი, ან თემთა, სამოხიოს, უბნისა და გვარის მიხედვით. ამრიგად თითოეულ ჯგუფში შედიოდა როგორც მოზრდილი, ისე არასრულწლოვანი მოთამაშე. ორ ჯგუფად გაყოფილი მობურთალების თითოეული ჯგუფი ცდილობდა ბურთის გატანას მოწინააღმდეგის ლელოში. მარულას მსგავსად ბურთაობა სტარდებოდა დღეობებში, განსაკუთრებით კი ნააღდგომებს, დღეობა ჭვენიერობაში. მაგალითად, ბანძაში მთელი სოფელი გაიყოფოდა ორ ნაწილად. ერთს მეთაურობდა ფაღავას გვარის, მეორეს გაბუნიას გვარის წარმომადგენელი. წითელ მეშისაგან შეკრულ ბურთს ეკლესიის მნათე აისროდა და გაიმართებოდა ბურთაობა. ის მხარე ითვლებოდა გამარჯვებულად, რომელიც ლელოს გაიტანდა. ასეთ შემთხვევაში იტყოდნენ ხოლმე ჭვენიერობაც ამას შეეწეოდა. გამარჯვებულ მხარეს ერგებოდა ამ დღისთვის ქალიშვილების მიერ ვერცხლის ფულებ დაკერებული ერადი ბურთი. მოკლედ ამ დროს იცოდნენ, როგორც ჩანს ეს ველი წყაროებისგან ორნაირი ბურთობა ცოდნიათ. ერთი იყო ტანტრა ცილიკი. ანუ ტანტრათ, ესე იგი ჩოგნით 4 წელს შორის ხდებოდა ბურთის ცილიკის გაკვრა. თითოეული ჯგუფი ცდილობდა მოპირდაპირის გაკრული ბურთი დაიჭრა და იმართებოდა ეგრეთ წოდებული ქება გამარჯვება, რომელიც გულისხმობდა ბურთაობას მხარზე შემდგას. ესე იგი 4 კაცი ძირს იდგა და 4 კი მათ ბეჭებზე ზედანი თამაშობდნენ, თუ რომელიმე მხარეს ბურთი დაუვარდებოდა, მაშინ ორივე სწრაფად ჩამოიშლებოდა და დამჭერნი გამოუდგებოდნენ ლელოსკენ გაქცეულ გამკრავებს დასაჭერად. თუ დაიჭერდნენ, მაშინ სათულებს შეცვლიდნენ. საინტერესოა გახსნილი ლელობურთის თამაში ჯიხაშკარელი ილია ეფრემიძე შენგელიას მისი გადმოცემით ზუგდიდში ყოველწლიურად 1 მაისს ტრადიციულად იმართებოდა ლელობურთის თამაში ხელოსნებსა და ვაჭრებს შორის. ხელოსნებს მეთაურობდა ხოლმე ვინმე ბეკო ქანთარია. მიუხედავად ვაჭრების რიცხობრივი უპირატესობისა, როგორც წესი, ხელოსნები უფრო ხშირად იმარჯვებდნენ, ვინაიდან უფრო ხელგავარჯიშებულები იყვნენ. გავრცელებული იყო თამაში ჭარკენტი ჭარკინუა. ჰოკეის მსგავსი თამაში იყო ეს. მოთამაშეები გათვლის შემდეგ ორ ჯგუფად გაიყოფოდნენ. ყველა შეიარაღებული იყო ბოლოში მოკაუჭებული ჯოხით ჩოგნით, რომელსაც ურტყავდნენ ხის ბურთს და ცდილობდნენ იგი ლელოზე გაეტანათ. მართალია ბურთაობაში არ შედის, მაგრამ სამგლოში ასევე სოდნიათ ჭაკენის თამაში, რომელიც სწორედ აი ბურთაობის შესრულების პერიოდში ხდებოდა ხშირად, როდესაც ამოთხელ ორმოსებს გასდებდნენ პატარა ჯოხს და დიდ ჯოხს დაარტყავდნენ. ვისი მოკლე ჯოხის უფრო შორს წავიდოდა, ის გამარჯვებულად ითვლებოდა. ძალიან საინტერესოა. სიამოვნებით ვითამაშებდი ყველაფერს. ოღონდ ცოტა შემოდგომაზე. ეხა ძალიან ცხელა. ცხელა, კი ბატონო, ეხა სპორტული ის არ არის ამინდი და ნამდვილად არ არის. არ არის სპორტული ამინდი. მაგრამ ჩვენთან ყოველთვის არის აი გადაცემების განწყობის და ახალი ამბების გაზიარების ამინდი. ეს ფაქტია და მადლობა თქვენ. ყველა იმ ადამიანს, ვინც გვისმენს, ვინც ელოდება კვირიდან კვირამდე ჩვენს გადაცემას და განსაკუთრებული მადლობა, ვინც შექმნა ეს გადაცემა და პირადად თქვენ ბატონლაშე, იმიტომ რომ საოცარი თემებია და თქვენ ხართ ბურჯი. გაიხარ. ლომის წილი ამ საქმეში. და მადლობა ამისთვის. მოკლედ ყველა ერთმანეთს ვაძლიერებდა, ბუნებრივია მარტო კი ბატონო, ჯაჭვი იკვრება, ცხადია. ასე რომ მარტო ბურთის თამაში გართობა არ არის მშობლები როცა იტყვიან ხოლმე რომ გაანებე თავი ბურთის თამაში უსაქმურობა არ არის უსაქმურობა. აჯანსაღებს ორგანიზმს და საჭირო. აგერ ბატონო მოусმინეთ ჩვენს გადაცემებს და მიხვდებით. ბატონლაშა მომავალი გადაცემის თემაც აქვე და დავასრულოთ. ხო, მოკლედ ჩვენ ახლა ფინალისკენ გავდივართ ამ სახალხო თამაშებთან მიმართებაში, მაგრამ აუცილებლად გვერდს ვერ აუვლით ცხენთან მიმართებაში, ანუ როგორ ხდებოდა ბავშვების გაზრდა, ან ცხენებთან ურთიერთობას, ანუ ცხენთან დაკავშირებულ სპორტულ სახეობებს თუ როგორ იყენებდნენ და მათ შორის არა ბიჭები, არამედ გოგონებიც, ანუ გოგონებიც ისეთი ხელმარჯვეები იყვნენ, რომ ტოლს არ უდებდნენ, მაგალითად იყო ესეთი ჯიხაშკარელი ქალბატონი შენგელია, რომელსაც მარტო ერქვა რატომღაც სახელი, მარტო შენგელია, ის სახელგანთქმული იყო და ვერც ერთი მამაკაცი ვერ უგებდა თქვათ აი თარჩის თამაშის დროს. და მოკლედ თარჩია, ქართას თამაში და ქართაშლე და რაღაცა ასეთი დასახეობებია და ამასაც ვისაუბრეთ, საინტერესო იქნება ჩვენი რადიო მსმენელისთვის და მოკლედ მოვახსენებთ მათ ამის შესახებ. ძალიან ამაყი ვარ ორმაგად, იმიტომ რომ ჯიხაშკარი არის ჩემი სოფელი. ხო, კი ბატონო. ჩემი სოფელი. ასე ჯგუფ ამბებ მიღნა ჯგირ, საინტერესო და აუცილებელი. ძალიან დიდი მადლობა რომ გვისმენდით, იყავით ჩვენთან მომავალ ხუთშაბათამდე დაგემშვიდობებით. ჯგირო ზოჯუნდათ პატალაშა, ჯგირო ზოჯუნდათ ქერსენ მარდი. ხო? და კიდევ ერთხელ ბოლოს ჩვენი ყველა გადაცემა ნახეთ ვებზე radio.net.gr, Facebook-ზე radio.net და YouTube-ზე. ბედნიერად. ჯგირო ზოჯუნდათ ურზომე მარდი, ოსურ პატონ სოფიო, მათაკოლე მარდის მოუშინან radio.net-ის და პატენი იურვეკუას. ჩკინ რადიო მარჩკლებ თქვა ურზომე მარდი და ღორონ ჯგირო და ბედნერო ქოფედათ ანწიან შეხვალამაშა. გადაცემათა ციკლი ოდაბადეშ კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა.
წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება, კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში, ოდაბადეშ კინოხონი, ყოველ ხუთშაბათს, 18 საათსა და 18 წუთზე, ათინათის ეთერში.